ეგვიპტის ღმერთი ოსირისი, მიცვალებულთა სამყაროს ბრძანებელი. ეგვიპტის მრავალ ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ძნელია მოიძებნოს სხვა ღვთაება, რომლის სახელი სიცოცხლესთან, სიკვდილთან და სამართლიანობასთან ისე მჭიდროდ იყოს გადაჯაჭვული, როგორც ოსირისის. იგი არ ყოფილა უბრალოდ ერთ-ერთი მითიური პერსონაჟი ეგვიპტური ღმერთების დიდ ოჯახში. ოსირისი იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ სიკვდილი არ არის დასასრული და სამყაროში ყოველთვის არსებობს უზენაესი სამართალი. მისი პიროვნება საოცრად აერთიანებს ორ განსხვავებულ სამყაროს. ერთის მხრივ იგი არის ნაყოფიერების ღმერთი, რომელიც სიცოცხლეს აძლევს მცენარეებს, ხოლო მეორეს მხრივ საიქიო სამყაროს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მსაჯული. სწორედ ამ მრავალმხრივობის გამო გახდა იგი ეგვიპტელთა რწმენის ყველაზე საყვარელი და პატივსაცემი ფიგურა. ოსირისი ეკუთვნის ჰელიოპოლისის ენიადას. ეს იყო 9 უძველესი და უმთავრესი ღმერთისგან შემდგარი დასი. მისი მშობლები იყვნენ ცისქალღმერთი ნუტი და მიწის ღმერთი გები. ოსირისი ამ ოჯახში უფროსი ვაჟი იყო. მისი და-ძმები კი ისიდა, სეთი და ნეფთისი. როგორც უფროს შვილს, მას თავიდანვე ეკუთვნოდა მეფობა. მითებში ოსირისი ყოველთვის გვევლინება როგორც კანონიერი და კეთილი მმართველი, რომლის ძალაუფლებაც არა ძალადობას, არამედ ღვთიურ სამართალს ეყრდნობოდა. ეგვიპტოლოგები დღემდე სწავლობენ მისი სახელის წარმომავლობას, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ეს სახელი თავიდანვე დიდ ძალასა და განსაკუთრებულ მდგომარეობას ნიშნავდა. ეგვიპტის ძველი სამეფოს დროინდელი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ოსირისი მხოლოდ მიწიერი მეფე არ ყოფილა. ის განასახიერებდა თავად მეფობის იდეას. ის იყო მმართველი, რომელიც ზრუნავდა არა მხოლოდ ქვეყნის საზღვრების დაცვაზე, არამედ იმაზეც, რომ სამყაროში ჰარმონია არ დარღვეულიყო. მისი გამეფების ხანა ეგვიპტელებისთვის ოქროს ხანას გავდა. გადმოცემის თანახმად, სწორედ მან გამოიყვანა ადამიანები ველური მდგომარეობიდან და ასწავლა მათ ყველაფერი, რაც ცივილიზებული ცხოვრებისთვის იყო საჭირო. მიწის დამუშავება, მარცვლეულის დათესვა, ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება. თუმცა მისი ყველაზე დიდი საჩუქარი ხალხისთვის სულიერი იყო. მან ადამიანებს მაათი შეაყვარა. მაათი არ იყო მხოლოდ კანონების კრებული, ეს იყო სამართლის, წონასწორობისა და ეთიკური სიწმინდის პრინციპი. ეგვიპტელებს ჯეროდათ, რომ სამყარო მხოლოდ მანამდე იარსებებდა, სანამ ადამიანები ამ წესრიგს დაიცავდნენ. ხოლო მისი საპირისპირო ძალა ქაოსი, ანუ ისფეთი, მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა. ოსირისი კი იყო სწორედ ის ძალა, რომელიც ამ ქაოსს აკავებდა, მაგრამ წესრიგსა და ქაოსს შორის ბრძოლა გარდაუვალი აღმოჩნდა. ოსირისის წარმატებამ და ხალხის დიდმა სიყვარულმა შური აუძრა მის ძმას სეთს. სეთი უდაბნოს მწუნვარე ქარის, მგრევისა და ველური სტიქიების ღმერთი იყო. მან გადაწყვიტა მოეშორებინა ძმა და თავად გამეფებულიყო. სეთის მიერ მოწყობილი შეთქმულება ეგვიპტური მითოლოგიის ყველაზე სევდიანი და დრამატული ეპიზოდია. მან დაამზადებინა ულამაზესი სარკოფაგი, რომელიც ზუსტად ოსირისის ტანის ზომის იყო. ერთ-ერთ ნადიმზე სეთმა თქვა, რომ ამ სკივს აჩუქებდა მას, ვინც შიგნით ზუსტად ჩაწვებოდა. როგორც კი კეთილმა ოსირისმა ადგილი დაიკავა, სეთმა სკივს სახურავი დააჭედა და ნილოსში გადააგდო. ეს არ იყო მხოლოდ მკვლელობა, ეს იყო მცდელობა, რომ სამყაროში წესრიგი დაემხოთ და ქაოსი დაებრუნებინათ. ზოგიერთი თქმულებით, მოგვიანებით სეთმა ოსირისის სხეული იპოვა და 14 ნაწილად დაჭრა, რათა მისი გაცოცხლება ვეღარავის შეეძლო. სწორედ ამ დიდ ტრაგედიაში გამოჩნდა ისიდა, ოსირისის ერთგული მეუღლე. ისიდა მაგიისა და დედობის ქალღმერთი იყო. მან მთელი ეგვიპტე შემოიარა, რათა ქმრის სხეულების მიმფანტული ნაწილები შეეგროვებინა. თავდადებითა და ანუბისის დახმარებით მან შეძლო ოსირისის სხეულის კვლავ შეკვრა. აი აქ დაიბადა ეგვიპტური დაკრძალვის უმთავრესი ტრადიცია – მუმიფიკაცია. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ადამიანის სულის გადასარჩენად აუცილებელი იყო სხეულის შენარჩუნება.
თუმცა ოსირისი მიწიერ ცხოვრებას აღარ დაუბრუნდა. მისი აღდგომა უფრო დიდებული აღმოჩნდა. იგი გახდა დუატის, ანუ ქვესკნელის უზენაესი მმართველი. ამგვარად ის გახდა პირველი არსება, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა და მის მიერ სამყაროში მარადიული ძალაუფლება მოიპოვა, რითაც ყველა ადამიანს მისცა იმედი, რომ სიკვდილის შემდეგაც არსებობს გზა. ოსირისის ისტორიაში დიდი ადგილი უჭირავს მამა-შვილურ მემკვიდრეობასაც. მისმა ვაჟმა ჰორუსმა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა ბოროტისეთი და ეგვიპტეში სამართლიანობა აღადგინა. ოსირისის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა კი საიქიო სამსჯავრო გახდათ. ორი სიმართლის დარბაზში გარდაცვლილი ადამიანის გული იწონებოდა მაათის კანონით. ეგვიპტელებისთვის გული მხოლოდ ორგანო არ იყო, ის ადამიანის სინდისსა და მის მიერ ჩადენილ კეთილ თუ ბოროტ საქმეებს ინახავდა. თუ გული ცოდვებისგან დამძიმებული აღმოჩნდებოდა, მას საშინელი ურჩხული, ამით ის თანდგავდა, რაც სულის საბოლოოდ გაქრობას ნიშნავდა. ხოლო თუ გული ბუმბულივით მსუბუქი იყო, ადამიანი ხვდებოდა ლერწმისის ველებზე. ეს იყო ეგვიპტური სამოთხე, სადაც მარადიული სიმშვიდეს უფევდა. ოსირისის გარეგნობაც ბევრ რამეზე მეტყველებს. მას თითქმის ყოველთვის მუმიის სახით ხატავდნენ, რომელსაც მკერდზე ხელები გადაჯვარედინებული აქვს და სამეფო ნიშნები კვერთხი და შოლტი უჭირავს. თავზე მას ატეფის დიდებული გვირგვინი ადგას, განსაკუთრებით საინტერესოა მისი კანის ფერი, მწვანე ან შავი. მწვანე ფერი ნიშნავდა ნილოსის ადიდებას და მცენარეების გაღვიძებას, ხოლო შავი ნილოსის ნოყიერ მიწას, სადაც სიცოცხლე იბადება. ეს გვეუბნება, რომ ოსირისი სიკვდილის ღმერთია, მაგრამ ამავდროულად ახალი სიცოცხლის წყაროც. ეს არის ეგვიპტური რწმენის მთავარი საიდუმლო. სიკვდილი არ არის დასასრული. ის მხოლოდ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. ოსირისის კულტის უმთავრესი ქალაქი აბიდოსი იყო. იქ ყოველწლიურად ტარდებოდა დღესასწაულები, სადაც მისი სიკვდილისა და აღდგომის ამბავს აცოცხლებდნენ. ხალხს იმდენად წამდა მისი, რომ ცდილობდნენ თავიანთი სახელები აბიდოსის ტაძართან დაეკავშირებინათ, რათა სიკვდილის შემდეგ ოსირისის მფარველობა მიეღოთ. დროთა განმავლობაში ეს რწმენა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. არა მხოლოდ ფარაონებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებსაც სჯეროდათ, რომ თუ პატიოსნად იცხოვრებდნენ, სიკვდილის შემდეგ თავადაც ოსირისებად იქცეოდნენ და მარადიულ ნეტარებას მოიპოვებდნენ. ხშირად ოსირის სხვა რელიგიების გმირებსაც ადარებენ, თუმცა მისი ამბავი უნიკალურია. ის გვიჩვენებს, რომ სამყარო ციკლურია: დაბადება, სიცოცხლე, სიკვდილი და კვლავ დაბადება. საბოლოო ჯამში ოსირისი არის ეგვიპტური აზროვნების მთავარი საყრდენი. ოსირისი იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ სიკვდილი არ არის დასასრული და სამყაროში ყოველთვის არსებობს უზენაესი სამართალი. ის არის იმედის მომცემი ფიგურა, რომელიც გვასწავლის, რომ თუ სიმართლითა და სიყვარულით ვიცხოვრებთ, სიკვდილი მხოლოდ კარიბჭეა ახალი, უფრო ლამაზი და მარადიული ცხოვრების დასაწყისში. მისი სახელი, რომელიც ტაძრების კედლებზე ამოკვეთილი, დღესაც გვახსენებს, რომ სიცოცხლე სიკვდილზე გაცილებით ძლიერია. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი. მონტაჟისა და ხმის რეჟისორი გაგა გოგოჭური. სცენარების ავტორები გაგა გოგოჭური, მირზა ცხოიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.